რა მოხდა ბატონო გიორგი, როგორია ყველაფერი? მისნახევარზე მქონდა გამოსვლა კავკასიის ტელევიზიით, სადაც მოვიდა ინფორმაცია სატელეფონო ზარების მეშვეობით, რომ მიტინგი დაიძრა პოლიციის სამმართველოს მიმართულებით და იყო საშიშროება სისხლის. მე შეწყვიტე ჩემი სატელევიზიო გამოსვლა მოუწოდე პრეზიდენტს, რომ დაეშვა მათ შორის სისხლის. ეს ქვეყანა შეიძლება მათი როგორი ჩვენ და ჩვენ სხვა ქვეყანა არის მათ. ეს სამშობლო გვაქვს. ჩვენ ყველანი ერთმანეთის ძმები ვართ და მოყვარსები. და მოუწოდე, რომ სისხლის დაღვა იქნება და საქართველოს გასამარების ხდება. და მოწოდების შემდეგ გავამართეთ ჩემს მეგობრებთან ერთად დილომში სამმართველოს პოლიციის სამმართველოს შენობას. შესასვლელთან უკვე poliția Tbilisis სამმართველოს ანუ აკრემას საპატრულო პოლიციის უფროსი სხვა აღოჩინოსნებთან ერთად ცდილობენ ჩვენს სამმართველოს პროვოცირებას და ჩვენ შორის მოხდა პატარა შეხლა შემოხდა. შემდეგ ჩვენ გავაგზავნეთ ბოლომდე სამმართველოს წინ, სადაც იყო მრავალათასიანი მონიტინგები შეკრებილი. შემდეგ დავინახე, რომ უცნობი გადავიდა ჯებირზე, რომელიც იყო აღმართული პოლიციასა და სპეცნაზსა და მონიტინგებს შორის. ჩემთვის ნიშანი იყო, რომ ამას მოყვება სისხლისღვრა და დაპირისპირება და პროპაგანდისტების გამოართი მიკროფონი და სადაც მოუწოდე მონიტინგებს შეჩერებული იყვნენ და არ მიახლოებული იყვნენ ჯებირს. დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე მე ამ მიკროფონის საშუალებით ხმამავლა ვიროდი, რომ შეჩერებული იყო მათი მსვლელობა და დისტანცია მონიტინგებსა და საპოლიციო კორდონს შორის გაზრდილება. და მონიტინგებს ხელები ავაწევინეთ, რომ ნიშნად იმისა, რომ ეს იყო ჩვენი მშვიდობიანი პიკეტირება ამ შენობისა. და ზუსტად ამ დროს, როდესაც მოუწოდებდი სიმშვიდესკენ და დაშორიშორებისკენ, გავიგე ხმა, რომ აი საშუალს ესრულება. პირდაპირ იმ წუთას ვერ მივიღე პირდაპირ ესეთი ქართულად ხოში სროლა მერიანი პოლიციისკენ უაღრესად აგრესიული ფილმებში ნანახი დაგეშილი ფაშისტების SS-ების მსგავსი აგრესიულობით გამორჩეული პოლიციელები, რომელიც SS-ების განსხვავებით საკუთარ მოყვასთან იყვნენ დაპირისპირებაში და როდესაც ეს თვია მიიღე პირდაპირ შუბში, მაშინ ვიგრძნი, რომ სისხლმა დაიწყო თქრიალით აღმოსვლა, თუმცა მიკროფონი კიდევ ხელში მეჭირა და უკვე რაღაცა გარკვეული მომენტის დროს აღარ მახსოვს რა მოხდა. ჩემ მეგობრებმა გავამეყანეს საკი და მადლიდან და შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოჩნდა. ეხლა ვარ სამწუხაროში, სადაც მოხდინეს ნახტარი კარტინგის ოპერაცია შუბის ფილოტსა კარიერული ჩემს გვერდით ჩემი მოსყვა მამაიაკობი და ყველა ჩემი სამართლიანო ქმედება, სამართლიანო სისხლიანი გეორგოვნა
ხელისუფლებას აღარანაირი მორალური უფლება აღარ აქვს გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა წმინდა გიორგის ქვეყანა ფარული ანგელოზი ჩვენი ქვეყნისა და წმინდა გიორგის დამოუკიდებელი ხელისუფლება აღარ აქვს უფლება მადლი აღარ აქვს უფლის კურთხევა ამ ქვეყნის მმართველობისა და ის უფლის მობელები ის წმინდა გიორგის მობელები ის ჩვენი შვილების და ჩვენი სამშობლოს მობელები როგორც კი გამოვხსნები რომ აქტიურად დავიწყებ აი ამ ძირმომყალი შევარდნაძის სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიან სამართლიან ღირსეულ აცურ დარბაზულ დემონტაჟს ფიცაო ფალს ფიცაო ჩემშვილებს და ჩემს სამშობლოს რომ ყველაფერს ვიზავთ მისათვის რომ დავიწყოთ ისეთი ქვეყნის შენება რომელიც ფალს გაახარებს უფალს მოსმენს რემს რომელიც სამნელი საუკუნის მანძილზე ღურის თავისი საყვარელი ქვეყნის საქართველოს დიდუხჭირის გამო ფიცაო ჩემშვილებს თქვენი შვილებს რომ მათი სამშობლო სპეციერებისთვის და აღოლებისთვის ყველაფერს ვიღონებთ. მალე სამშობლო შვილები სამი სათნოება ჩვენი ამოძრავებელი და სამი სათნოებას ეძღვნება მთელი ჩვენი სიცოცხლე. ამათ აქვს ძალა, ამათ აქვს იარაღი, ამათ აქვს ძალაუფლება, ამათ აქვს რესურსი, მაგრამ ცნობილია რომ ესენი მონებითა ჩვენ სახელითა სახელმწიფო ჩვენი საითა ხალხით ეს ჩვენთან არის უფალი ის შეიძლება იყოს ჩვენს წინააღმდეგ ამაზე სამშობლოს